საღამო მშვიდობისა. დღეს 3 ივლისია, კვირა დღე, ზუსტად 9 საათი და GDS-ზე განსხვავებული ფორმატის გადაცემა 59 წამი იწყება, სადაც სტუმრები კითხვებს 59 წამში პასუხობენ და ოპონენტებს არ აწყვეტინებენ. მე ეკა ადეიშვილი ვარ. 59 წამის პირველ ნაწილში ატმოსფერული ჰაერის დაცვის სფეროში არსებულ გამოწვევებს სპეციალისტებთან ერთად შევაფასებთ. მეორე ნაწილში კი პოლიტიკური პარტიების ახალგაზრდა წარმომადგენლებთან ერთად საქართველოს დემოკრატიულ განვითარებაზე ვისაუბრებთ. საქართველოში ჰაერის დაბინძურების გამო მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან შედარებით პროცენტულად ყველაზე მეტი ადამიანი იღუპება. მეორე ადგილზეა ბულგარეთი, მესამეზე კი ჩინეთი. ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს ანგარიში ენერგია და ჰაერის დაბინძურება, რომელიც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის 2012 წლის მონაცემებს ეყრდნობა 27 ივნისს გამოქვეყნდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, ეს მონაცემი გაცილებით აღემატება შიდსით, ტუბერკულოზით და საგზაო შემთხვევებით დაღუპულთა საერთო რაოდენობას. ჰაერის დაბინძურების მთავარ წყაროდ ენერგოპროდუქტების გამოყენება მიაჩნიათ. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო და გარემოს ეროვნული სააგენტო აცხადებს, რომ კვლევაში გამოყენებული პირველადი მასალები დეტალურად არის შესასწავლი. მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციას ოფიციალური მოთხოვნა წარედგინა იმისთვის, რომ განიმარტოს და დაზუსტდეს აღნიშნული მონაცემები. წამში გარემოს დარგის სპეციალისტები საქართველოს ატმოსფერულ მდგომარეობას შეაფასებენ. ქალბატონი მანნა ქოჩლაძე, არასამთავრობო ორგანიზაციის მწვანე ალტერნატივა ხელმძღვანელი და ბატონი ნოე მეგრელიშვილი, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ატმოსფერული ჰაერის დაცვის მთავარი სპეციალისტი. ძალიან დიდი მადლობა სტუმრებს გადაცემაში მონაწილეობისთვის. ეს არის გადაცემა 59 წამი, სადაც ვკამათობთ წესების დაცვით. აქ სტუმრები კითხვებს 59 წამში პასუხობენ და ოპონენტებს არ აწყვეტინებენ. გადაცემის მოსმენა GDS-ის გარდა შეგიძლიათ რადიო უცნობის საშუალებითაც FM 98-სა და 1-ზე. მაყურებელს და რადიო მსმენელს კი საშუალება აქვს მონაწილეობა მიიღოს ინტერაქტიულ გამოკითხვაში და საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს კითხვაზე. ყველაზე მეტად რა იწვევს ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებას? თუ მიგაჩნიათ, რომ საქართველოში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებას ყველაზე მეტად იწვევს უხარისხო საწვავის გამოყენება, უნდა დარეკოთ ნომერზე 0800 თუ ფიქრობთ, რომ ატმოსფერულ ჰაერს ყველაზე მეტად აბინძურებს სამშენებლო მტვერი, დარეკეთ ნომერზე 0800 ხოლო თუ თვლით, რომ ატმოსფერული ჰაერის დაბალ ხარისხს მწვანე საფარის ნაკლებობა განაპირობებს, მაშინ უნდა დარეკოთ ნომერზე 0800 და ბატონო ნოე დავიწყოთ პირდაპირ შეფასებით, პირველადი დასკვნა ან გარკვეული შეფასებები გაქვთ თუ არა ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს ანგარიშთან დაკავშირებით. ბოლო მონაცემებით რა გიპასუხათ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ამ კვლევასთან დაკავშირებით? მოგახსენებთ, მოგესალმებით, ამ ეტაპზე პირველი კომუნიკაცია შედგა პარასკევს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისისგან მიღებული ინფორმაციით ამ კვლევაში არ მონაწილეობდა ევროპის რეგიონული ოფისი, მათ შორის საქართველოს ოფისიც, მონაცემები არ დაზუსტებულა ქვეყანასთან, შესაბამისად ისინი მიიჩნევენ, რომ ეს მაჩვენებელი აუცილებლად საჭიროებს გადახედვას, საჭიროა მისიის ვიზიტი საქართველოში, რომ ადგილზე შევისწავლოთ, დავაზუსტოთ ის მონაცემები, რის საფუძველზეც მოხდა ესეთი გათვლა. ხაზი მინდა გავუსვა, რომ ეს არ არის ზუსტი სტატისტიკური მონაცემი ან რამე გაზომვებზე დაფუძნებული მაჩვენებელი, ეს არის გარკვეული მეთოდოლოგიით, გარკვეულ საწყის მონაცემებზე გაკეთებული გათვლა, რომელიც რა თქმა უნდა დიდწილად დამოკიდებულია საწყის მონაცემის იზუსტეზე.
ძალიან დიდი მადლობა. ქალბატონო მანანა, თქვენ იცნობთ თუ არა ამ დასკვნას, რომელიც საკმაოდ ვრცელია და ბევრ სხვადასხვა მონაცემს მოიცავს და ეთანხმებით თუ არა ამ დასკვნაში მოცემულ ამ ჩვენს ადგილს სიკვდილიანობასთან დაკავშირებით? ალბათ უფრო ვეთანხმები, გამომდინარე იქიდან, რომ ამ კვლევაში გაერთიადებულია როგორც შენობის გარეთ ჰაერის დაბინძურება, ასევე შიდა დაბინძურება, რომელიც გამოწვეულია საწვავის არაეფექტური გამოყენებით, ან როგორც გარეთ, ძირითადად ავტოტრანსპორტი მიმაჩნია და შიგნით ჩვენ არ აგვაქვს არანაირი მდგრადი ენერგეტიკული წყაროების, თბილისში ჩვენ ვიყენებთ გაზს, ეს არის ასევე კუსტარულად დამონტაჟებული ძირითადად, მოსახლეობის უმეტესობას არ გააჩნია შიდაწვის გაზის გამათბობლები. გარდა ამისა, რეგიონებში მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ვიყენებთ შეშას და რიგ შემთხვევებში ადამიანები ჯერ კიდევ ხმარობენ გამხმარ ნაკელს, შესაბამისად სახლში, სადაც არ არის ვენტილაციის საკმარის საშუალება, ძალიან მაღალია დაბინძურებები. ძალიან დიდი მადლობა, გასაგებია. რას უპასუხებთ ქალბატონ მანანას, გაქვთ თუ არა კონტრარგუმენტები და როგორია სამინისტროს პოზიცია? მთლიანად აბათილებთ ამ დასკვნას, მთლიანად საეჭვოა თქვენთვის ამ დასკვნაში მოცემული მონაცემები თუ გარკვეულწილად აი მყარი ენერგოპროდუქტების გამოყენების შემთხვევაში მაინც სამინისტრო ეთანხმება ამ დასკვნაში მოცემულ მონაცემებს? მოგახსენებთ, ამ დასკვნაში მოცემული მონაცემები, ანუ მაჩვენებელი საქართველოს ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ნამდვილად ეჭვს იწვევს, ამას ეთანხმება თავად ამ ორგანიზაციის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც მათ ვებგვერდზე დევს ოფიციალურად და რომლის მიხედვითაც ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების კუთხით საქართველოს მაღალ მაჩვენებელზეც კი არ გადის, იმ კომპონენტში რა კომპონენტზეც ჩატარდა კვლევა ჩატარდა უმცირესი ზომის მყარნაწილაკებზე, ეგრეთ წოდებულ PM2.5-ზე. შესაბამისად ატმოსფერული ჰაერის დაცვის კუთხით დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოში არ არის მსოფლიოში ყველაზე დაბინძურებული ჰაერი, ეს არის აბსურდი, რა თქმა უნდა, ვინც ოდნავ მაინც შეხედულია ამ საკითხში დამეთანხმება, რომ საქართველოში არ არის ყველაზე დაბინძურებული ჰაერი, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ფაქტორის გამო და ამას ადასტურებს გაზომების და თავად ამ ორგანიზაციის კვლევაც, როგორც აღვნიშნე, შესაბამისად, რა თქმა უნდა, საჭიროა ამ მაჩვენებლის დაზუსტება და გადამოწმება. კი ბატონო, უპასუხეთ. აქ ლაპარაკი არ არის ყველაზე დაბინძურებული ჰაერი გვაქვს თუ არა, ამ კვლევაშიც არ არის ეს, ამ მეთოდოლოგიით არ არის დათვლილი, ამ მეთოდოლოგიით დათვლილია ჰაერთან დაკავშირებული ავადობები, რამდენად მაღალია ქვეყანაში და გამომდინარე იქიდან და პროცენტული მაჩვენებელი მაღალია ამ სქემის მიხედვით, უბრალოდ იმიტომ, რომ ჩვენ არ აყვავს იმდენი მოსახლეობა 100,000 ადამიანზე, რამდენიც ყავს იგივე ანუ ეს არის ეს კვლევა არ იძახის ჰაერი საქართველოში რომ ყველაზე დაბინძურებულია. ეს იძახის რომ ავადობის მაჩვენებელი, რომელიც დაკავშირებულია ჰაერით დამძიმებულ დაავადებებზე არის ძალიან მაღალი, მასთან დაკავშირებული სიკვდილიანობა. ძალიან დიდი მადლობა. თქვენც შეგიძლიათ რომ უპასუხოთ კონკრეტულად ამ თემასთან დაკავშირებით კი ბატონო. ეს სიკვდილიანობის მაჩვენებელი გათანაბრებულია სხვა ქვეყნებთან, იმიტომ რომ გადაანგარიშებული 100,000 მოსახლეზე რამდენი ადამიანის გარდაცვალება ხდება დაბინძურებული ჰაერის შედეგად, ეს სწორედ უპირველეს ყოვლისა ამ ინფორმაციას გვაწვდის, რომ აღმოჩნდა, რომ საქართველოში ყველაზე მეტი ადამიანი კვდება მთელ მსოფლიოში დაბინძურებული ჰაერით. ეს პირდაპირ გვეუბნება იმას, რომ თურმე შენობის შიგნით და შენობის გარეთ ჰაერის დაბინძურების შედეგად საქართველოში ყველაზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა. ეს გვეუბნება ნამდვილად იმას, რომ თურმე საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დაბინძურებული ჰაერია მთელ მსოფლიოში, რაც არ შეესაბამება სიმართლეს. აბსოლუტურად გასაგებია თქვენი პოზიცია. ქალბატონ მანანა, ვისაუბროთ ზოგადად საქართველოში ჰაერის ატმოსფერულ მდგომარეობაზე. არის თუ არა თქვენი აზრით დამაკმაყოფილებელი მთელი რიგი ის რეფორმები, მთელი რიგი ის საქმეები, რომელსაც გარემოს დაცვის სამინისტრო ახორციელებს ამ კუთხით? რა მდგომარეობა არის? პირველი ის, რომ საქართველოში მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ყველაზე დაბინძურებული არ არის, მაინც საკმაოდ დაბინძურებული არის თვითონ გარემოს ეროვნული სააგენტოს მონაცემებით. მტვრის საშუალო
რაოდენობა, რომელიც აჭარბებს ნორმას, ეს არის ორჯერ სამჯერ უფრო მაღალი. გარდა ამისა, იქ თუნდაც ვაშლის ჯვარში, რომელიც წარმოადგენს ფონურ სადგურს, პერიოდულობით ფიქსირდება ოზონის, ცუდი ოზონის, მოდაც დავარქვათ მარტივად, გადაჭარბება. შესაბამისად, სწორედ ეს მტვერი, რომელიც წარმოადგენს შეწონილ ნაწილაკებს 2.5 და 10 მიკრონისა, რომელიც არის სწორედ დაავადებების გამომწვევი, მისი რაოდენობა არის ძალიან მაღალი. თვითონ გარემოს დაცვის სამინისტროს მონაცემებით, იგივე აბასთუმანში ის უდრის 29-ს, რაც სამჯერ აღემატება მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ დადგენილ ნორმას. ძალიან დიდი მადლობა, საინტერესოა ეთანხმება თუ არა, განსხვავებული არის თუ არა თქვენი პოზიციები კონკრეტულად ამ საკითხთან დაკავშირებით. მონიტორინგის შესახებ გვაინტერესებს თქვენი აზრი და ნამდვილად თავად გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ გავრცელდა ინფორმაცია, რომ კონკრეტულად მტვერიანობის ხარისხი საკმაოდ მაღალია საქართველოს რამდენიმე ქალაქში, თუმცა ქუთაისში მდგომარეობა მაგალითად გაუმჯობესებულია. რომ უპასუხოთ ოპონენტს და გითხრათ, როგორ მიმდინარეობს ამ მხრივ მუშაობა. იმისთვის რომ ვისაუბროთ რა ხარისხის ჰაერი გვაქვს ქვეყანაში, აუცილებლად უნდა გქონდეს გამართული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ქსელი. რამოდენიმე წლის წინ, სულ რაღაც შეიძლება ითქვას 3-4 წლის წინ ქვეყანაში იყო ძალიან სუსტი ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ქსელი, მაგალითად 2016 წლამდე გქონდა ერთადერთი ავტომატური მზომის სადგური თანამედროვე ევროპული სტანდარტის. წელს საბედნიეროდ ძალიან დიდი ნაბიჯი გადაიდგა და გადაიდგმება ამ კუთხით. გვექნება უკვე გაიხსნა ჭიათურაშა და ბათუმში ავტომატური სადგურები, თბილისში დაემატება 3 ავტომატური სადგური და 2016 წლის ბოლოს გვექნება სრულად ავტომატიზებული ქსელი თბილისში, რაც ძალიან დიდი ნაბიჯია და ეს ქსელი დააკმაყოფილებს თანამედროვე ევროპული დირექტივის მოთხოვნებს. რაც შეეხება დაბინძურება ნამდვილად ფიქსირდება, ამას ყოველთვის როგორც ქალბატონმა მაღაშ და ჩვენ არ ვმალავთ და ამის დამალვა არაეთიკურია, ყველაფერს თავი რო დავუნებოდა შეუძლებელი. დასრულდა თქვენი დრო. ძალიან დიდი მადლობა, გასაგებია თქვენი პასუხი. ქალბატონ მანინა, ავტომატური სადგურების დამატებაზე საუბრობს ბატონი ნუე, თქვენ ამბობთ, რომ ვაშლის ჯვარში ჯერჯერობით ფუნქციონირებს ერთი ავტოსადგური, ავტომატური და 200 სხვა წერტილში ხდება კვლევა ორი კვირის განმავლობაში, დიახ, ინდიკატორული კვლევები. თქვენი აზრით, რამდენად აკმაყოფილებს ევროპულ სტანდარტებს ამ ტიპის მონიტორინგი, რომელსაც გარემოს ეროვნული სააგენტო ახორციელებს? მე მგონი ჩვენ შორის განსხვავება არ არის. ჯერ კიდევ 2012 წელს, როდესაც დაიწერა ეროვნული სამოქმედო გეგმა, პირველი პუნქტი რაც იყო, ეს იყო მონიტორინგის სისტემის განვითარება. ძალიან კარგია ის, რაც ხდება, უბრალოდ ძალიან ნელა ყალიბდება ეს სისტემა. მეტი კომენტარი ამაზე არ მაქვს, იმიტომ რომ არა გვაქვს და ვეთანხმები, რომ უნდა იყოს და სამწუხაროდ ალბათ ფინანსებთანაც იყო დაკავშირებული, მაგრამ მეორე მხრივ ეს ისევ პრიორიტეტებია, რა არის პრიორიტეტი. თუმცა მე მინდა ხაზი გაუსვა იმას, რომ მონიტორინგი თავისთავად ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ მონიტორინგის გარეშე ჩვენ წლების განმავლობაში უკვე ვიცოდით იმ მონაცემებზე, რაც არსებობდა, რომ პრობლემებია ქვეყანაში და ამისთვის საჭიროა და იქნება ამაზე ვილაპარაკოთ, ან რა განხორციელდა და რა უნდა განხორციელდეს. ძალიან დიდი მადლობა. იქნებ უპასუხოთ ქალბატონ მანინას, რა პრობლემებია, რომელსაც გამოკვეთილად თავად გარემოს ეროვნული სააგენტო, გარემოს დაცვის სამინისტრო ხედავს და როგორ უნდა დავაჩქაროთ პროცესი, რომ თუნდაც ავტომატური სადგურების რაოდენობა გაიზარდოს? მოგახსენეთ, მონიტორინგი ნამდვილად საფუძველია სწორი პოლიტიკის გატარების. მონიტორინგი გაძლევს ინფორმაციას რა ხარისხის ვითარება გაქვს, ანუ რამდენად მძიმეა სურათი, სად არის, რა წყაროები აქვს. ანუ მონიტორინგით დგინდება ძალიან ბევრი რამ, მის გარეშე სწორი პოლიტიკის წარმოება ძალიან რთულია, თუმცა როგორც ქალბატონმა აღნიშნა, რა თქმა უნდა, ყველა ვიცოდით ექსპერტული შეფასებებით და თეორიული გაანგარიშებით და ემისიების დათვლებით, ესე ვთქვათ, რომ მთავარი წყარო ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ეს არის ავტოტრანსპორტი საქართველოში ძირითადად. რა თქმა უნდა, არის გარკვეული ქალაქები, სადაც მრეწველობასაც თავისი მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს, თუმცა ზოგადად ქვეყნის მასშტაბით ავტოტრანსპორტია უმსხვილესი დამბინძურებელი. შესაბამისად, ვიცით, რომ ავტოტრანსპორტს, ესე ვთქვათ, სამინისტრო აღარ ყავს, არ არსებობს ქვეყანაში გაუქმდა სამწუხაროდ ტრანსპორტის სამინისტრო და ამ სექტორის, ესე ვთქვათ, რეგულირება საკმაოდ გართულებულია ქვეყანაში. რა გაკეთდა შემდეგ?
შემდეგ 59 დიდი მადლობა. დიდი მადლობა დასრულდა თქვენი დრო. ალბათ რომ თქვენც ასე ფიქრობთ, რომ ავტოტრანსპორტის გაუმართაობა, მის მიერ დაბინძურებული ჰაერი არის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა. მე შემიძლია მიკითხოთ, რომ ზუსტად ვიცი, იმიტომ რომ ჯერ კიდევ 2012 წელს ეს პრობლემა აღიარებული იქნა, თუმცა ამის შემდეგ არაფერი არ გაკეთებულა. ჩვენი ავტოპარკი არის დაძველებული. ამ წუთში ქვეყანაში არის 1,100,000 ავტომობილი, აქედან მხოლოდ 50,000 ავტომობილი არის, რომლის წლოვანება შეადგენს 1-დან 3 წლამდე, 400,000-ზე მეტი ავტომობილი არის 20 წელზე მეტი. არც ერთ ავტომობილს პრინციპში ეს ცნობილი ფაქტია, რომ ნებისმიერი ავტომობილი, რომელიც შემოდის, იქვე ხდება კატალიზატორის ამოღება, იმიტომ რომ იმ ბენზინზე, რომელიც აქამდე იყო შემოდიოდა, მანქანები უბრალოდ ვერ მუშაობდნენ. შესაბამისად, გამომდინარე აქედან ის, რომ ავტოტრანსპორტი არის პრობლემა და ერთ რამეს ვიტყვი, გაფანტული ემისიების კონტროლი და მისი საქმის მოგვარება უფრო რთული საქმე არის, ვიდრე ჩვენ რო საწარმოებისები გქონდეს და დასრულდა თქვენი დრო. ძალიან დიდი მადლობა. გასაგებია, რასაც ამბობთ. ტექნიკური დათვალიერება და საწვავის ხარისხი, ეს ორი ფაქტორი მთავარ გარემოს დამაბინძურებლად ფიქსირდება. როგორია ამ მხრივ გარემოს დაცვის პოლიტიკა და რამდენად მივყვებით ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულებით დადგენილ ვადებს. ჩამოვრჩებით თუ მივყვებით, როგორ ვასრულებთ ამ სტანდარტებს? ვადებს ძალიან მოკლედ გეტყვით, რომ ვადებს მივყვებით და საკმაოდ წარმატებულად და ერთი კვირის წინ დაახლოებით გახდით ბრიუსელში და ძალიან დადებითი შეფასება მიიღო იმან, რაც გაკეთდა საქართველოში. მანამდე ვიტყვი ძალიან მოკლედ იმას, რომ რადგან ეს ტრანსპორტის სექტორი ძალიან კომპლექსური პრობლემაა, სწორედ ამიტომ 2013 წელს ჩვენმა სამინისტრომ შექმნა უწყებაჩვერის კომისია, რომელმაც შეიმუშავა პროგრამა, სახელმწიფო პროგრამა, ესე ვთქვათ, ავტოტრანსპორტიდან გარემოს დაბინძურების შემცირების. ეს პროგრამა, ესე ვთქვათ, ოფიციალურად არ დამტკიცებულა, თუმცა ეს პროგრამა არის ჩვენთვის როგორც სახელმწიფო დოკუმენტი და ძალიან ბევრი რამ ამ პროგრამიდან უკვე განხორციელდა, იგივე საწვავის ხარისხი გაუმჯობესდა ძალიან მნიშვნელოვნად. 2012 წლის შემდეგ, ანუ ეს 2012 წელს იმიტომ უსახავს, რომ ეს კვლევა სწორედ 2012 წლის მონაცემებს ეყრდნობა, მას შემდეგ მაგალითად ბენზინში გოგირდის შემცველობა 25 ჯერ შევამცირეთ და დავიწყეთ რაც თორია სახელმწიფო კონტროლი საწვავის ხარისხზე, რაც 2003 წლიდან არ არსებობდა, წელს აღვადგინეთ, ესე ვთქვათ და ვეღარ დავაბრალებთ, ესე ვთქვათ, საწვავის კატალიზატორების. ძალიან დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა, გამართულია თქვენი მიკროფონი. ალბათ რომ ანნა უსმენდით ბატონ ნოე საწვავის ხარისხთან დაკავშირებითაც თქვენ როგორ ფიქრობთ, მივყვებით თუ არა გარკვეულ ვადებს, რომელიც ჩვენ ამ ხელშეკრულებით იმიტომ რომ ხელშეკრულება პირველ ივლისში შევიდა ოფიციალურად ძალაში, შესაბამისად ჩვენ კიდევ დიდი დრო გვაქვს რომ ვადებს მივყვეთ. აქ ლაპარაკია ერთ რამეზე 2013 წელს შემუშავებული სახელმწიფო პროგრამა, რომელიც არ დამტკიცებულა, ის მოიცავდა მთელი მთავრობის და სხვადასხვა სამინისტროების პასუხისმგებლობას იმაზე, რომ ეს საკითხი გადაწყვეტილიყო. შესაბამისად, ის პროგრამა რომ არ დამტკიცდა, ის მართალია შეიძლება იყოს არაოფიციალური სახელმწიფო გარემოს დაცვის სამინისტროსთვის, მაგრამ აი აქ დამთავრდა ყველაფერი. სხვა სამინისტროები ამ პროგრამაში არ არიან ჩართულები, არ ახორციელებენ შესაბამის ღონისძიებებს იმისთვის, რომ მაგალითად მოხდეს ავტოპარკის განახლება, აღარ შემოვიდეს ძველი ავტომობილები. ანუ ამ მხრივ სხვა სამინისტროებს, ანუ მთავრობას მთლიანობაში, ასე ვთქვათ, არაფერი არ გაუკეთებია. ძალიან დიდი მადლობა. როგორ მიდის აი ეს კოორდინაციის ნაკლებობის ბრალი სხვა სამინისტროების ჩართულობის პრობლემა არის თუ არა, რომ დაუშვათ ეს პრობლემა იმ სისწრაფით არ გვარდება, რაზეც ქალბატონი მანინა საუბრობს. როდესი არ არის, ამის დასტურია ის, რომ წელს, მაგალითად შინაგან საქმეთა სამინისტრომ პარლამენტში წარადგინა, ჯერ მთავრობაში, რა თქმა უნდა, შემდეგ პარლამენტში წარადგინა კანონპროექტი, რომელიც ცვლის საგადასახადო სისტემას, ანუ ავტოტრანსპორტის იმპორტის საგადასახადო სისტემას. დღესდღეობით სამწუხაროდ წახალისებულია ძველი ავტომობილების იმპორტი, გაცილებით უფრო იაფია მისი განბაჟება, ესე ვთქვათ, ვიდრე ახლის. აი ამ განახლებული კანონპროექტით პირიქით იცვლება სურათი, უფრო უძვირდება, ესე ვთქვათ, ძველ ავტომობილებს ქვეყანაში შემოსვლა და ეს, რა თქმა უნდა, ხელშემშლელი ფაქტორია და წამახალისებელია ახალი ავტომობილებისთვის. ასე რომ რიგი ღონისძიებები ამ პროგრამისა გარემოს დაცვის სამინისტროს გარეთაც განხორციელდა და ანუ მთავრობა ზოგადად შეიძლება იმ თარიღებში ვერ მიყვება ამ პროგრამას, რაც იყო დასახული, თუმცა კონკრეტული ღონისძიებები ნამდვილად საბედნიეროდ ტარდება.
რაც შეეხება ძალიან მოკლედ ვიტყვი, ანუ ასოცირების ხელშეკრულება ძალაში შევიდა 2014 წლის 1 სექტემბერს. გუშინში შევიდა ძალაში ოფიციალურად ძალიან დიდი ბოდიში და თქვენ როგორც არის ის გარემოს დაცვის ნაწილი ზუსტად გუშინ შევიდა ძალაში. არა მე შეიძლება ვერ დამეთანხმოთ, მაგრამ ახლა ყველაფერს აქვს რაღაცა ისეთ. ასევე გეტყვით რომ წელს შევიდა მთელი რიგი კანონები ძალიან დაგვიანებით პარლამენტში, მათ შორის ეს კანონიც, მათ შორის ატმოსფერულ ჰაერში სხვადასხვა ცვლილებები, რომელსაც სამწუხაროდ ეს პარლამენტი უკვე ვეღარ მოასწრებს რომ განახორციელოს. სწორედ აქ მაქვს მე პრობლემა, რომ 2012 წელს არჩეული ხელისუფლება მოვდის 2016 წელი არის ახალი პარლამენტი და უმეტესობა დაპირებების, მათ შორის აი ეს პროგრამაში ჩაწერილი 2013 წლის თებერვალში მომზადებული დაპირებების დიდი ნაწილი შესრულებული არ არის, იმიტომ რომ სანამ ბოლომდე გაუსაძლისი არ გახდა ქვეყანაში სიტუაცია, მანამდე არავინ არ დაიწყო ამ თემაზე მუშაობა. უპასუხებთ თulis თუ არა სამინისტროც რომ დაგვიანებულია რეაგირება გარკვეულ პროცესებთან დაკავშირებით. როგორც გარემოს დამცველი, მე რომ მქონდეს ესე ვთქვათ ბერკეტი, რა თქმა უნდა, დღესვე აგრძელავდი ძალიან ბევრ ამის და ძალიან ბევრ რეგულაციას შემოვიღებდი, რაც რა თქმა უნდა არ იქნებოდა სწორი. დაგვრჩა ვართ და ვიყავით რაღაც პოზიციაში, იმ პოზიციიდან გვაქვს საკმაოდ დიდი წინსვლა, ესე ვთქვათ, ჩვენი კუთხით ყოველ შემთხვევაში. შესაბამისად, რა თქმა უნდა, რაც უფრო სწრაფად განხორციელდება ღონისძიებები, მით უფრო მხოლოდ მივესალმებით ჩვენ და იმედია ეს ტემპი დაჩქარდება, რაც შეეხება თარიღს, ასოცირების ხელშეკრულების ოფიციალური ინფორმაციით, რომელიც ევროკომისიისგან გვაქვს, ის გარემოს დაცვითი კუთხით 2014 წლის 1 სექტემბერს შევიდა ძალაში და აცვლა იქიდან დაიწყეს და ესე ვთქვათ პირველ შედეგებს გთხოვენ 2 წლის შემდეგ წელს უკვე. ძალიან დიდი მადლობა ვადებზე კონკრეტულად დიახ ვიდავებთ უფრო არსებით თემებზე ვისაუბროთ ჯობია ალბათ რომ ანნა თქვენ როგორ აფასებთ როგორ იტყვით ემუქრება თუ არა საქართველოს ატმოსფერულ ჰაერს გაუარესების ტენდენცია მაგალითად დიახ და რა უნდა განხორციელდეს იმისთვის თქვენ ამბობთ რომ დაჩქარდეს გარკვეული რეფორმები მოკლევადიანი და გრძელვადიანი შეხედულებები თქვენი რა შეიძლება გაკეთდეს რომ საქართველოს ამ ტიპის კვლევებში ასეთ წინავე პოზიციაზე აღარ აღმოჩნდეს. პირველ რიგში აქ ძალიან მნიშვნელოვანი არის რომ დაიწყოს ეხლავე მომზადება იმისთვის რომ ტექდათვალიერება განხორციელდეს, იმიტომ რომ ჩვენ კი გვაქვს აღებული ასოცირების ხელშეკრულებით ვადა არის დათქმული, მაგრამ თუ დღესვე არ არის დაწყებული მოსამზადებელი სამუშაოები. ეს იმას ნიშნავს, რომ 2018 წელს, როდესაც მთავრობა დაგვპირდა, რომ ეს იქნება შესული ძალაში, ეს შეიძლება ვერ იყოს შესული ძალაში, იმიტომ რომ ეხლა არ არსებობს უკვე ის პროგრამა, არ არის დაწყებული სამუშაოები ამისთვის. ასევე ჩვენ მონიტორინგის სადგურების ამუშავებას და სანამ მისგან ინფორმაციის გაანალიზებას დაველოდებით, მანამდე უკვე ვიცით ხო რა პრობლემები არსებობს. შესაბამისად, თუ ისეთ ქალაქში, როგორც არის თბილისი, როგორც არის ბათუმი და ქუთაისი, არ მოხდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება. და შესაბამისად ამ ქალაქებში მწვანე ნარგავების განვითარება ისე კი არა რომ შემოვიერთებ რაღაცა სოფლებს და ვიტყვი რომ მე ისე უკვლავ მწვანე ვარ. გასაგებია თქვენ ამბობთ რომ ძალიან მნიშვნელოვანია რომ ტექდათვალიერებისთვის მომზადება დაიწყოს ახლავე, იმიტომ რომ 2008 წელს როცა უკვე მოგვიწევს ვადაში, ასე ვთქვათ, ამ რეფორმის განხორციელება ვიყოთ მზად და ასევე ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მონიტორინგის ახლებური მეთოდები, თუმცა მანამდეც ქალბატონი მანნა ამბობს რომ ჩვენ ვიცით დაახლოებით რა პრობლემები გვაქვს და ამ პრობლემებზე ზრუნვა შეგვიძლია დავიწყოთ ახლავე მწვანე საფარის ნაკლებობა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია. თქვენ უპასუხებთ თქვენი აზრით როგორია ტენდენცია საქართველოს ატმოსფერული ჰაერის გაუარესება, გვემუქრება თუ გაუმჯობესება თქვენი წელი პასუხისმგებლობის პირობებში ბოლო 59 წამი გაქვთ. მოგახსენებთ, ანუ ძალიან მოკლედ ვიტყვი, საბედნიეროდ რიგი ღონისძიებები, თუნდაც იგივე საწვავის ხერხის ძალიან მკვეთრი გაუმჯობესება გვაძლევს იმედს, რომ და სახელმწიფო კონტროლის აღდგენა გვაძლევს იმედს, რომ ეს ტენდენცია არ წავა უარესობისკენ და უკეთესობისკენ იქნება, გარდა ამისა საზოგადოებრივი ტრანსპორტის
გაუმჯობესების კუთხითაც ვიცით მიდის ღონისძიებები, რა თქმა უნდა, სასურველი ტემპი გაცილებით უფრო სწრაფი იყოს. ტექდათვალიერებასთან დაკავშირებით, ეგრეთ წოდებულ ტექდათვალიერებასთან დაკავშირებით ვიტყვი, რომ კომპეტენტურ ორგანოს, ანუ ეკონომიკის სამინისტროს უკვე აქვს კონკრეტული ხედვა და შესაბამის ევროკავშირის შესაბამის უწყებებთან უკვე განიხილა ეს საკითხი, ანუ როგორ უნდა მოხდეს ეგრეთ წოდებული ტექდათვალიერების აღდგენა და სამუშაოები და უკვე პრაქტიკულად ესე ვთქვათ წინასწარი სამუშაოები დაწყებულია და დიდი იმედი გვაქვს და გვჯერა რომ 2018 წლიდან ეს ძალას რჩება იმ სტანდარტებით, რომელიც ესე ვთქვათ თანამედროვე ევროპულ სტანდარტებს შეესაბამება. გასაგებია საქართველოში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებასთან დაკავშირებით ჩვენ კითხვა დაუსვით მაყურებელსაც ყველაზე მეტად რა იწვევს ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებას 51% ჩვენი მაყურებლის 51% თვლის რომ უხარისხო საწვავი ხოლო ჩვენი მაყურებლის 40%-ს მიაჩნია რომ საქართველოში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებას იწვევს სამშენებლო მტვერი მწვანე საფარის ნაკლებობა ასე გვპასუხობს ჩვენი მაყურებლის 8% სტუმრებს ძალიან დიდი მადლობა 59 წამში სტუმრად მობრძანებისთვის ჩვენ შევისვენოთ რამდენიმე წუთით რეკლამის შემდეგ ისევ პირდაპირ ეთერში დავბრუნდებით დროებით